იყო. პატიმრების მიერ შეტანილ განცხადებებს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ევროსასამართლო აღარ განიხილავს. გადაწყვეტილება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო. რეზოლუციაში 2013-2014 წლებში სასჯელ ახსულების სისტემაში გატარებული რეფორმები დადებითად არის შეფასებული. მათ შორის ხაზგასმულია ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მკურნალობასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებები. სასჯელ ახსულების სამინისტროში აცხადებენ, რომ საპატიმროებთან დაკავშირებით არსებული საქმეების დახურვა სწორედ სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა განაპირობა. რეზოლუციაში, რომელიც გამოქვეყნებულია ევროპის საბჭოს ვებგვერდზე, ნათქვამია, რომ 2013-14 წლებში ჯანმრთელობის სასჯელ ახსულების ჯანმრთელობის სფეროში გატარებული რეფორმები არის დადებითი და ის სისტემურად აგვარებს იმ პრობლემებს, სადაც წარსულში საჩივრები შემოდიოდა. პრაქტიკულად ამით დადასტურდა, რომ საქართველოს მიიღოს განადგა სისტემური ნაბიჯები, რომ მომავალში ადამიანის უფლებები ციხეში აი ამ კუთხით აღარ დაირღვევა.